სახეზე ჩემი იარები, ბევრი ომის კვალია. ამდენ ომ გამოვლილ კაცს ვიბედავენ, რომ ბოდიში მოუხადოთ რუსებს. ჩვენ ბოდიშს არავის არ მოუხდით. ბოდიში აქეთ აქვს ჩვენთან მოსახლეები. აგერ თავზე მაქვს ჭრილობები, სადაც ჩარჩენილი მაქვს ძველი რკინის ნამსხვრევები. ვარ სამხედრო ინვალიდი, ვარ უმუშავარი. შემოსავალი გვაქვს სამხედრო პენსია. მართალია მოგვიმატეს, მაგრამ ის დაფასება მაინც არ არის ისეთი, რომ მხოლოდ წამლებში არ ყოფნის და კომუნალურების გადასახადში არ ყოფნის ეგ თანხები. სამინისტროში ვიყავი ვეტერანთა დეპარტამენტში, როდესაც იქიდან წამოვედი, რუსთაველზე ამოვედი, რომ მეგობარმა მითხრა, რომ დაგხვდებიო რუსთაველზე, რომ აღარ იარო აქეთ იქითო და მანქანით წაგიყვანო. რო გამოვიარე, უკვე ხალხი იყო სავსე. მომივიდა შემდეგ ჯარიმის ფურცელი, სადაც 5000 ლარით დამაჯარიმეს აქეთ. გზა გადაკეტეო, ძლივს დავდივარ კაცი, რომელ გზას გადავკეტავდი. რო გავიქცე, შეიძლება ქუჩაში წავიქცე. ეგ არასწორი იყო ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ გზა მე არ გადამიკეტია. უცქერი ვარ ამ ახალგაზრდებს, ამ ანთებულ ახალგაზრდებს, ამ დაჭერილ ბიჭებს უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, უნდათ თავისუფალი ცხოვრება, უნდათ საზღვარგარეთ სწავლება და ისტანჯებიან ეს ბავშვები, რომ აი ესენი რუსეთში არავინ არ წავა სასწავლებლად, იმიტომ რომ რუსეთმა დიდი ზიანი მიაყენა ჩვენ გორს, აგერ აეკ ცენტრალურ მოედანზე ფეთქდებოდნენ ხალხი და იხოცებოდნენ.